და მონაწილეობას იღებდა 8 სკოლა. აქ იყო 200 ეკობრივი კატეგორია, მე-5-6 კლასელები, მე-9 კლასელები და შეძლებს დაგვარად ეტაპები ისე გადავანაწილოთ, რომ სხვადასხვა ეტაპის სხვადასხვა დაწვრთნით ყოფილიყო და შეძლებს დაგვარად განეხილოთ ის ნაწარმოებები, რომელიც იყო შერჩეული თვითონ კონკურსისთვის. ლიტერატურა მათ გადაეცათ ზაფხულის განმავლობაში, კითხულობდნენ 3 თვის განმავლობაში და შესაბამისად კითხვებიც იყო თვითონ ამ ლიტერატურიდან, რომელიც მათ იკითხეს რაღაც პერიოდის განმავლობაში. ნაწარმოებების ჩამონათვალი შეირჩა განათლების სამინისტროს ექსპერტების მიერ და სხვათა შორის ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ ბავშვები იყვნენ ძალიან კმაყოფილები, იყო ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით განაწილებული და შეძლებს დაგვარად მოვახერხეთ ამ ბავშვების დაინტერესება ამ ლიტერატურით. კითხვებიც იყო ძალიან საინტერესო თვითონ ეტაპების მიხედვით და ვფიქრობ, რომ ეს თითოეული ეტაპი იყო ძალიან საინტერესო არ როგორც ბავშვებისთვის, ასევე ჩვენთვის, საორგანიზაციო ჯგუფისთვის და ასევე მაყურებლობისთვის, ვინც უშემატკივრებდნენ ამ ბავშვებს. პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღო 42 გუნდმა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო გამოვლენილი ჩვენი 8 სკოლიდან. და რა თქმა უნდა მეორე ეტაპისთვის განახევდა ეს მაჩვენებელი 11 გუნდი გადავიდა მეორე ეტაპზე. პირველ ეტაპზე გვიმართებდა პირველმა ექსპერიმენტულმა სკოლამ, სადაც ჩავატარეთ პირველი ეტაპის ყველა ტური და მეორე ეტაპზე გვიმართებდა 23 საჯარო სკოლამ, ისთვისაც მინდა რომ მადლობა გადავუხადო მათ ამ თანამშრომლობისთვის. ჩვენთვის, ჩვენი სკოლისთვის და დარწმუნებული ვარ, არა მარტო ჩვენი სკოლისთვის საამაყოა, რომ ჩართულები ვართ პატრიარქის ინიციატივით განხორციელებული პროექტი. ეს არის პროექტი წიგნის მეგობრები, რომელიც უკვე რამოდენიმე თვეა ხორციელდება ჩვენ სკოლაში და ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. მთავარი მიზანი ეს არის ის, რომ ჩვენ მოსწავლეებს აუმაღლოთ მოტივაცია წიგნთან მიმართებაში და კითხვასთან მიმართებაში და ვფიქრობ, რომ ამ ხანმოკლე პერიოდში სულ რამოდენიმე თვეა გასული, მიზანს მიღწეულია გამომდინარე იქიდან, რომ უშუალოდ ჩემი სკოლის მაგალითზე თავდაპირველად იყო 60 მოსწავლე ჩართული. ეს იყო შერჩეული 2 ასაკობრივი კატეგორიიდან დაწყებითი საფეხურიდან ერთი კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჯერ ჩავატარეთ შიდა კონკურსის საფუძველზე სკოლაში და ასევე იყო საბაზო საფეხურის მე-7-მე კლასის მოსწავლეები. მათ ასევე ჰქონდათ ყოველ შაბათ დღეს, როგორც ვიცით, ამ პროექტის ფარგლებში გამოცხადებულია წიგნის კითხვის დღეც, სადაც დადიან სხვადასხვა ბიბლიოთეკაში მოსწავლეები და კითხულობენ. ასევე მოხდა არაჩვეულებრივია და მისასალმებელია, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ მოსწავლეები და მოხდა სასკოლო წიგნის კლუბების შექმნა სკოლის ბაზაზე, რომ ტურამდე ძალიან ძლიერად მუშაობდით, შემიძლია თამამად თქვა, მაგრამ ახლა 100%-ით არასოდეს არ გვიტყვია, რომ ჩვენ გავალთ. გვჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების, მაგრამ ყოველთვის ძლიერ კონკურენტებს ველოდით, იმიტომ რომ გვეგონა ჩვენ რომ ასე ვმუშაობთ, ესე იგი ისინი უფრო ძლიერად მუშაობენ და სულ მზადებაში ვიყავით, ასე რომ ვთქვათ. მიხარიან მარტო კონკურსში რომ გამარჯვეს კი, ამიტომ საპილოტო კონკურსი იყო, როგორც ვიცი და პირველი გამარჯვებულები ვართ. მაქსიმალურად ვიცდები, რომ ეს ტიტული შევინარჩუნოთ და გავაგრძელოთ. ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ ძალიან მოგვეწონა. პირადად ჩემთვის პირველი დიდი გამარჯვება იყო და უფრო მოტივირებული ვარ ამ კონკურსის. ძალიან მომეწონა. ძალიან ბედნიერით როგორ ჩქადავეთიანმა ეს 5 ბავშვი მართლა ერთი გუნდი ვიყავით. მეგობრებთან ერთად ძალიან კარგი თანაგუნდელები ყოფილან და ყველამ თანაბრად გაინაწილა ეს პასუხისმგებლობა. ერთი გუნდი ვიყავით მართლა. ვიცი არ შეიძლებოდა ამ გამარჯვების მიღწევა. ხაზს ვსვამთ, რომ ეს არ ყოფილა მოვალეობის მოხდის მიზნით ეს კონკურსი და ძალიან დიდი სიამოვნება მოგვანიჭა და თქვენს გირჩევთ, რომ იგივე გააკეთოთ. თავიდანვე სერიოზულად ვუყურებთ ამ კონკურსს, იმიტომ რომ ძალიან გვინდა რომ გაგვემარჯვებინა. პირველად ტარდებოდა ეს კონკურსი, თავიდანვე გუნდურად მუშაობდით ერთმანეთთან, უფრო დაგვაახლოვა ამ კონკურსმაც. პირველ ტურში დიდი იმედები არც ქონდა, მაგრამ პირველ ტურზე გავედით, ყველაზე მეტი ქვა დააგროვეთ. და ეს ძალიან გაგვიხარდა, ამბიციებიც უფრო მოგვემატა და მეორე ტურისთვის უფრო კარგად მოვემზადეთ. მეორე ტურის შემდეგ მესამე ტური იყო, რომელშიც ძალიან დიდი ენერგია და დრო დავხარჯეთ. ხო, პირველ ეტაპზე შერჩევისას ძალიან მინდოდა რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიმეღო, რადგან საპატრიარქოს კონკურსი იყო და ძალიან მინდოდა რომ მათთან
თანამშრომლად და მომავალშიც ვაპირებთ, რომ მათთან თანამშრომლად.